ამა დასაპატიმრებლად ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ხერხი უნდა გამოიყენო. მოკლედ, ყველაფერზე უნდა წახვიდე. ეს არის ბრძანება, რომელიც ზემოდან მოდის. დავალება მივიღე მე, შენ კი ამის დიდოსტატი ხარ. მიხედე საქმეს. თქვენ გინდათ ამ ფერმის ხიდვა, ხო ასე? კი? ეს ჩვენი მუნიციპალიტეტის გამგებელი ზვიად ჩათირიშვილია, რომელსაც რა თქმა უნდა კარგად იცნობთ. კი, ვიცნობ. ისიც კარგად გეცოდინებათ, რომ არც ერთ სერიოზულ საქმეს ქრთამის გარეშე არ აკეთებს. მე არ ვიცი ვინ რას და როგორ აკეთებს. მე ყველა საქმეს კანონიერად ვაკეთებ და საით ვიყავს საუბარი, უბრალოდ ვერ ხვდები. აქ იმისთვის არ დამიბარებიხართ, რომ თქვენი კანონიერი და უკანონო საქმეები ვარკვია. ფერმა და ნებისმიერი მსხვილი საქმე გამგებლის გარეშე არ კეთდება. ეს ყველაფერი შენ კარგად იცი. არც ერთი სახელმწიფო უზრუნველყოფი ქონება, რომელიც მისი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, მისივე ჩარევის გარეშე არ სხვისდება. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც თქვენ იქნებით. აქედან გამომდინარე, ის როგორც ცნობილი მექრთამე, მოგთხოვთ თანხას. თქვენ ნებისმიერ თანხაზე დასტანხდებით. თქვენი და სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის. მოკლედ, გამგებელი უნდა დაგვაჭერინოთ ქრთამის აღების ფაქტზე. ამ საქმეში ყველაფერი ისე გაკეთდება, თქვენ სუფთად გამოგიყვანთ. რაც შეეხება ფერმას, თქვენი საკუთრება გახდება. რას მაკადრებ ხვდები? ამ ოპერაციის შესრულების დახმარებაზე თქვენ თუ ვარს მეტყვით. იძულებული გახდები საზოგადოებაში გაგივრცელოთ ხმა თქვენი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ. რომელსაც ესე საიდუმლოდ ინახავთ დღემდე. და სამაგიეროდ კარგი მეოჯახის და ვაშკაცის რეპუტაციას იქნება. რა, მაშანტაჟე ბიჭო? პიდარას შენ. ყველა ვიდეო და ფოტო მასალა მაქვს. ყველა მტკიცებულება მაქვს. ეს ჯერჯერობით მარტო მე და შევიცით. თუ ჭკვიანად მოიქცევი, სიკვდილამდე ჩვენში დარჩება. ეს ვიდეო კამერა პასტის სიმულაციით. ამას ესე ჩაიდებ და ყველა თქვენ შეხვედრას გადაიღებ. ყველაფერს ამას პირდაპირ ეთერში დავაკვირდები. ქრთამის გადაცემისთანავე შემოვალ ჩემი ხალხით და გამგებელს დავაპატიმრებ. იქვე ვიქნები ოთახში. გასაგებია? გასაგებია. როგორ ხარ, ბატონო ზვია? მადლობთ, კარგად. თავად? კარგად. ეხლა რაც შეეხება საქმეს, ისვისაც დაგიბარეთ. რა თქმა უნდა, იცნობთ ბიზნესმენ ზურაბ გიორგოვიას. კი ვიცნობ. დამეგება. თქვენ უნდა შეასრულოთ ჩვენი დავალება. თუ გინდათ საკუთარი კეთილდღეობა და თანამდებობის შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში მომიწევს თქვენი ინცესტურ სექსუალური ცხოვრებისეული რამდენიმე ფაქტის გავრცელება. რა სისულელს ლაპარაკობთ?
აი ამ სისულელეს. ეს საქმე რომ გაგიგეთ 100%-იანი გარანტიით 20,000 უნდა მოგცე ხელს. დააჩერთ ახლა შესაბამის ანგარიში შეიტანა. თანახმავა. თანხას ხვალ მოგიტან ნებისმიერ დროს. როცა მეტყვი. ძალიან კარგი. ორზე გელოდები. შეიძლება ადამიანზე. მოდი. გამარჯობათ. მარჯიბა როგორ ხარ? ავი არამშის. რა ამბავია და თქვენ დაკავებული ხართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-171 მუხლების თანახმად, რადგან ეჭვით ამიტომაც სამოქრები დამუშავდა. ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27 მუხლი, რიფური დანაშაული, 151 დანაშაულის პროვოცირება, 150 იძულება, 151 მუქარი, 157 პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის და პერსონალური მონაცემების ხელხობა, ასევე 322, 338 და 339 მუხლების შესაბამისად სამსახურებული უფლებამოსილების ფაროდად გამოყენება. ქთამის აღებაში და ქთამის მიცემაში ხართ ერთმიტანი. შეგიძლიათ გამოიყენოთ დუმილის უფლება. აიყვანოთ ადვოკატი და თავი შეიკავოთ კითხვაზე პასუხის გაცემას. არ დაიბრალოთ დანაშაული, რადგან შესაძლებელია თქვენი სიტყვა სასამართლოში გამოყენებული იყოს თქვენს წინააღმდეგ. ასევე გაქვთ უფლება დაკავების შესახებ აცნობოთ თქვენს ახლობლებს. შემოიყვანეთ მოწმე. თქვენ დაკავების ლოქს მოაწეროთ ხელი. გაიყვანეთ. წავედით.